ინგა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადება ქადაგების დროს რაც მან გაახმოვანა მისმა უწმინდესობამ რაც ბრძანა ეს მე მგონია რომ არა მხოლოდ მე არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ადრეც მოусმენია მე მახსოვს წლების წინაც მაშინ როცა ოპოზიციაში ვიყავი მე მაშინ მახსოვს რომ ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობდით იყო საკმაოდ დიდი ჯგუფი მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში რომელიც ამ საკითხზე ღიად საუბრობდა უჭერდა მხარს იყვნენ მოწინააღმდეგეებიც და საქართველოს პატრიარქსაც ხშირად უსაუბრია ამ თემაზე. ასე რომ ეს დისკუსიები თქვენს როგორც გამოცდილ ჟურნალისტს გემახსოვრებათ, თუმცა შემდეგ ამას განვითარება არ ქონდა. ანუ იმის გამიდა რომ ეს პირველად არ მოგვისმენია ჩვენ. ამ განცხადებას მოყვა ის რომ ჩვენს კითხეს აზრი უთხარით რომ საინტერესო იდეაა რატომ არ შეიძლება ამ იდეაზე საზოგადოებამ დისკუსია გამართოს იმჟელოს საქართველოს პატრიარქი შემთხვევით არასოდეს არაფერს არ ამბობს მით უფრო ამ ფორმატში და ასეთი პირდაპირი განცხადებით ამიტომ მისი ასეთი შემოთავაზება რომ ამ თემაზე იფიქროს ერმა საზოგადოებამ ქვეყანა მომავალში ეს არის იდეა რომელზეც შეიძლება ფიქრი მსჯელობა განსჯა დისკუსიები მე მოყვა ამას თითქოს ეს უკავშირდებოდა პირდაპირ კონსტიტუციურ ცვლილებებს ჩვენ მქონდა საუბარი ამ თემაზე გუნდში და შემდეგ გადაწყდა რომ პატრიარქთან გვესაუბრა და მართლაც შევხვდით მე და პარლამენტის თავმჯდომარე მის უწმინდესობას პატრიარქმა გთხოვათ ეს შეხვედრა შემდგარიყო ეს საინტერესო დეტალია ალბათ. ორმხრივი ჩვენი ინიციატივა იყო, თუმცა მისი მხრიდანაც იყო სურვილი, რომ კონსტიტუციის პროექტზეც გვესაუბრა და ამ დაგეგმილ ცვლილებებზე, იმიტომ რომ იქ არის კიდევ სხვა საკითხები, რომელიც საინტერესოა და საყურადღებოა მისი უწმინდესობისთვის და ეს არაერთი თავია, თქვენ იცით, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებში თითქმის ყველაფერი მოექცა, ამაზეც ვისაუბრეთ, მათ შორის ამ იდეაზე. პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა ძალიან საინტერესო და კარგი განცხადება და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დამოუკიდებელი პროცესი რეფორმას ეხლა კონსტიტუციურ ცვლილებებს ეს არ უკავშირდება, მაგრამ ამ თემაზე რომ მსჯელობა გაგრძელდეს და საზოგადოებამ თავისი აზრი გამოხატოს და ძალიან კარგია რომ თქვენ ამ გადაცემას უთმობთ ამ თემას და გამოჩნდება განწყობები და ნახავთ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ამ იდეას მიიჩნევს ღირებულად, არიან მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე გავაგრძელოთ დისკუსიას არამედ სხვა ზეგმისაღები გადაწყვეტილება. მე თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს. მე სიმპათიურად უყურებ ამ იდეას, სულაც არ მექილიკება და არ ოხუნჯობ, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, იმ ქვეყნებს, სადაც აქვს მონარქია და კონსტიტუციური მონარქია. მართალი ხო უწყვეტი ხაზი აქვს, ხა დიდი ბრიტანეთი არის გენიალური მაგალითი პარლამენტარიზმის, დემოკრატიის, მონარქიის და ასე შემდეგ. შვედეთი, ესპანეთი, ბევრი ქვეყანა შეგვიძლია გავიხსენოთ. ყველგან არის პოლიტიკური სტაბილურობა და ამ სისტემას ეს სპეციფიკა აქვს, რომ განსაკუთრებით დამაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს. თუმცა იმ ქვეყნებს არ აქვს ესეთი წყვეტა, როგორი ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისე ვერ იტანს ქართული ოცნება პრეზიდენტს, რომ ოღონდ არ იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და მზადხართ ყავდეს მეფე. არა, პრეზიდენტი ეს პრეზიდენტი ხო ეხა მარადიულად ვერ იქნება ისე როგორც არც ერთ ჩვენთაგანი მარადიულად არ ვიქნებით ხო მაგრამ რა შეჭირდება დღეს მეფე მარადიული ასე შთამომავლობიდან შთამომავლობ მე გეტყვით რატომ გეკითხებით ეკა აი მაგალითად თქვენმა ოპონენტებმა მაგალითად ეხლა ანონსშიც ქონდა ჩასმული გიგი უგულავა ამბობს რომ ქვეყანა რომლის ბიუჯეტი პენსიონერებს და ღატაკებს და უმწეო ადამიანებს ვერ წვდება ეხლა ამ ბიუჯეტიდან კიდე თანხების აკუმულირება უნდა მოვახდინოთ რომ შევინახოთ მეფის ოჯახი და სამეფო კარი. ეს ლოგიკურია ეს კითხვა. არის ეს ერთ-ერთი თემა, მაგრამ სხვათა შორის აი იგივე დიდ ბრიტანეთში იყო ერთი პერიოდი დისკუსია სამეფო ოჯახს, დედოფლის სასახლეს და მის კარს ძალიან დიდი ფინანსური ხარჯი აქვს, მაგრამ მეორე მხრივ რომ დაითვალეს, გადათვალეს, გადაიყვანეს ეს ფინანსურ ციფრებში და ამ საკითხს გარდა პოლიტიკური, კულტურული აქვს ტურისტული ძალიან ბევრი დატვირთვა და რამდენად ბევრი სხვა ფაქტორთან ერთად აი ამ თემაზეც რო იყო იმ ქვეყანაში დისკუსია, მე მახსოვს მათ შორის ბრიტანელების გამოკითხვაც და მოსაზრებებიც, რომ ბევრად მეტი შემოსავალი მოქონდა ქვეყნისთვის ამას, ვიდრე ის ხარჯები, რომელიც ბიუჯეტიდან შესდიოდა. პატრიარქის გარომ არ წამოსულიყო ეს იდეა. აიტაცებდით თუ არა ეკა. პატრიარქის გარომ არ წამოსულიყო თქო ეს იდეა. სერიოზულად განხილვის თემად იქცეოდა ეს თქვენი გუნდის შიგნით? შესაძლებელია, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ამ თემის მიმართ მზაობა, რომ ამ
დისკუსია დღესვე დაეწყო, მაგრამ პატრიარქის განცხადება იყო მაინც განსაკუთრებული მოცემულობა, იმიტომ რომ მისი უწმინდესობის გახმოვანებული ასეთი იდეები და შეთავაზებები ყოველთვის აღიქმება ჩვენგან როგორც ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. პატრიარქთან დაკავშირებით მე მინდა მოგვიანებით ერთი კითხვა დაგისვათ მანამდე. დაგვეთანხმა ჩვენ სხვა კონკრეტული პიროვნების შესახებ გესაუბრათ მისი უწმინდესობა? არა, რა თქმა უნდა, მან ბრძანა, რომ ეს არის მომავლის იდეა, რომ ამ საკითხს ჭირდება მომზადება. მან პატარა უფლის სულზე საუბრობდა იგი თავის დროზე. ანუ აი ამაზე ხო არ უსაუბრია, რომელიც დღეს 7 წლის ამ შეხვედრაზე არ უსაუბრია. ჩვენ როდესაც საუბრეთ პარლამენტის თავმჯდომარემ აუხსნა პროცესი რეფორმის როგორ მიდის და ასე შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ის დაგვეთანხმა რომ დიახ საზოგადოებას ჭირდება მეტი ინფორმაცია რა ინსტიტუტია რა შინაარსია რა მოაქვს ამ ყველაფერს რა სპეციფიკა ახასიათებს მან თქვა რომ აუცილებელია რომ ამას დისკუსია გაიხსნას რომ კარგად დავინახოთ ეს დეტალები და ეს არის მომავლის იდეა რა გასაგებია კი ბატონო ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება ხომ არ იცით მეფის